დღეს მტკიცებულებებით, რომლებიც პროკურატურამ გამოიკვლია, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების სამართალდამცავების მხრიდან აქტივისტების მისამართით, რომელზეც ჩვენ დაცვის მხარე მუდმივად მიუთითებით. გასაკვირია, რატომ მიიჩნევს პროკურატურა ამ ვიდეო მტკიცებულებებს საკუთარ მტკიცებულებად, იმიტომ რომ აშკარად ეს მხოლოდ ადასტურებს ბიჭების სიმართლეს და იმას, რაზედაც მუდმივად არა მარტო დაცვის მხარე, არამედ საზოგადოებაც მუდმივად საუბრობს, რომ ერთადერთი ვინც უკანონო მოქმედებებს ჩადიოდნენ, ესენი იყვნენ სამართალდამცავები. ისინი უშუალო სიტყვებით იგინებოდნენ აქტივისტების მისამართით, მათ შორის იმ მისამართით, სადაც ანდრო ჭიჭიანძე იდგა. მე უბრალოდ ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც ვიდეოში ისმის ეს აუცილებლად საჯაროც გახდება და ხალხის ნახავს მას, ნახოთ ამას გადაწყვეტილებაში როგორ ასახავს მოსამართლე. გარდა იმისა, რომ ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა, ასევე ისმის მუქარა, ასევე ისმის პირდაპირ მოწოდება, რომ აი შენ დაგიჭერ, შენ აი ასე და ასე. დღეს სასამართლოს დომაზე ბრადევის ხარემ გამოიკვლია ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მათ წარმოადგენს. ვიდეოს ავტორები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ყველა აქციაზე ზოგადად თვითონაც იღებენ ვიდეოებს. ყველა ვიდეოს აღენიშნება ის, რომ არის დაჭრილი, არც ერთი ვიდეო უცნაური ბმები არის და არც ერთ ვიდეოში რაიმე სახის დანაშაულო ქმედებას ადგილი არ აქვს, არც ერთი ბრალდებულის მხრიდან, რაც შეეხება უშუალოდ ირაკლი ქერაშვილის ვიდეო მტკიცებულებებს და ექსპერტს, რომელიც დაიკითხა სასამართლოს დომის დარბაზში. სარსახა არის, რომ იმ სამი ვიდეო იყო მთლიანობაში. ორ ვიდეოში პირისახე პიროვნებას არ აქვს დაფარული და ექსპერტი განმარტავდა, რომ ეს არის ირაკლი ქერაშვილი და თითქოს რაღაც ნიშნავსებით მან ეს ამოისწრო, თუმცა მესამე ვიდეო აღსანიშნავი იყო, რომ არა პიროვნება დგას, რომელიც აბსოლუტურად ჩაცმულობითაც განსხვავდება, სახეზე პირბადე არის აფარებული და ექსპერტი განმარტავს, რომ პირის სახით, ცხვირის მოყვანილობით, წვერით, მარცხენა წარმით და სხვა ნიშნავსებებით თითქოს და დაადგინა, რომ identური პიროვნება არის, თუმცა არანაირი მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს, რაც რა თქმა უნდა სასახად მეტყველებს იმას, რომ უბრალოდ დაწერილი არის ექსპერტიზა ყოველგვარი შეფასების გარეშე, უნდა დაწერილი იყო, რომ არის ირაკლი ქერაშვილი და მასზე დაწერა ექსპერტმა, აქ აღსანიშნავია, თუნდაც ექსპერტმა განმარტა, რომ ის თავის თავს აღიქონს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, არის კიდეც და როგორც ასე ვთქვათ, პოლიციელს და როდესაც მას რაღაცას დაავალებენ, მან ეს უნდა შეასრულოს, თვითონვე განმარტა ამ სიტყვებით სასამართლოს დომის დარბაზში თავისი, რა ვიცი, პოზიცია.